დიდგორის მემორიალი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის შესახებ. მემორიალთან მისასვლელი ორი კარგი გზა არსებობს. ერთი ადის მცხეთის მხრიდან, სოფელი ნიჩბისის გზით, მეორე კი არის მანგლისის მხრიდან. ორივე გზის საფარი ძალიან კარგია და ყველა შეუძლია ესტუმროს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს. დიდგორის ბრძოლამ, რომელსაც ისტორიკოსებმა ძლევაის საკვირველი უწოდეს, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მთელ კავკასიაში იქონია უდიდესი გავლენა. საფუძველი ჩაუყარა საქართველოს გაერთიანებას და აღორძინებას და დაიწყო ქვეყნისთვის ოქროს ხანა. ბრძოლა დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ლაშქრობის წინააღმდეგ დიდგორის ველზე მანგლისთან ახლოს გაიმართა და 1121 წლის 12 აგვისტოს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა. ეს ის გამარჯვება იყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერა ოქროს ასოებით. კოალიციის ლაშქრობის დამარცხების, მისი დევნის და საბოლოოდ განადგურების შემდეგ დავით აღმაშენებელს გზა გაიხსნა თბილისისკენ. მოგვიანებით 1122 წელს თბილისის, ხოლო 1123 წელს დმანის აღება დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო განთავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანა საქართველოს ისტორიაში.